შემიძლია თქვა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ეს პრობლემა, ეს არის კვალიფიკაციის ნაკლებობა ბაზარზე, იმის, რაც ჩვენ კერძო სექტორს გვჭირდება. უფროსი რო რაღაც რჩევებს აძლევს, ხშირად ბრაზდებიან ან წყით და მეორე დღეს მიდიან სამსახურიდან. არ ვიცი, ეს მეორე ეტაპები ხოლმე შეიძლება მარტო ამ პრობლემებს, მაგრამ რეკრუტინგი არის ის საქმე, რაც ძალიან გამოცდილმა HR-მა უნდა გააკეთოს და ჯუნიორები რეკრუტინგში არის კრიტიკულად მიუღებელი. აი Global Tech Weekend-ი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გადაიარა ჯერზიზე, ძალიან მაგარი თაობაა. უბრალოდ ჭირდებათ სწორი მენტორინგი და ძალიან ხელმა მიაწოდა ხოლმე რაღაცეები რა. რომ მოდიან კონკრეტულ საქმეზე და რო ეთქვი, რომ შემდეგი ეს გამიკეთე. გეუბნებიან, რომ არა, ეს ჩემი საქმე არ არის. თუ გონიათ ადამიანებს, რომ კორპორატიული კულტურიდან ფრილანსზე გადავლენ და იქ დისციპლინის გარეშე წარმატებას მიაღწევენ, წარმოუდგენელია. თავის შეწუხებაც კი არ უნდათ მენეჯერებს იმისთვის, რომ რაღაცა თანამშრომლებს ასწავლონ, განავითარონ, ფიდბექი დაუბრუნონ. შეიძლება ChatGPT-ს მიაწოდოს მთელი ჩემი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სავსებით აკრძალული მაქვს. გაქვს თუ არა გამოცდილება, ხარ თუ არა Open AI-ის ნაწილში. ფირმა AI-ის გამოყენებამ კრიტიკული აზროვნების უნარი ჩაკრა რა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვაწყდები ნებისმიერ სფეროში. რა გააკეთე იმისთვის, რომ შეგეცვალა? რას აკეთებ? რა არის შენი ნაბიჯები? დასაწყისშივე, პირველ იმაშივე, ფინანსურ ნაწილებსაც ძალიან განვიხილავთ, რომ მოლოდინები ერთმანეთის გავასწოროთ. გამარჯობა. ეს არის ჩვენი ფრილანსერების ასოციაციის პირველი გადაცემა YouTube არხზე და ჩვენი სტუმრები არიან მარია მებურიშვილი, რომელიც არის HR ბიზნეს პარტნიორი რამდენიმე კომპანიაში და ნოდო ივანიძე, ანტერპრენერი რამდენიმე სტარტაპის დამფუძნებელი და Global Tech Weekend თბილისის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გაქვთ ინფორმაცია. წლები ამ ორ ადამიანს ვიცნობ, ან პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მქონია შეხება და დარწმუნებული ვარ, ფრილანსერების თვალით ძალიან საინტერესო იქნება HR-ის მხრიდან დანახული ფრილანსერების დასაქმების ბაზარი თუ როგორ გამოიყურება, ასევე ძალიან საინტერესო იქნება, როგორ გამოიყურება ეს ბაზარი ანტერპრენერის მხრიდან, რომელიც ძალიან ხშირად ქირაობს ფრილანსერებს და უმეტესობას დისტანციურ რეჟიმზე, თავადაც ამერიკიდან მართავდა რამდენიმე კომპანიას რამდენიმე თვის განმავლობაში. და მოკლედ დავიწყოთ, ვისაუბროთ და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჩვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია გამოგატკებათ. გამარჯობა მარია, გამარჯობა ნოდო. გამარჯობა. მოკლედ ჯერ მარიამით დავიწყებ. ძალიან ბევრ კომპანიას ემსახურებოდი ადრეც და ამ ეტაპზეც რამდენიმე განხარ დასაქმებული, სამგან, როგორც ახსენე, სანამ დავიწყებდით ჩაწერას. რა სირთულები არის დღეს ქართულ დასაქმების ბაზარზე კონკრეტულად ფრილანსერების დაქირავებასთან მიმართებაში და ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი რა პროფესიებია შენი აზრით? ოკეი, მადლობა პირველ რიგში ამ საინტერესო შესაძლებლობისთვის. იმიტომ რომ გულწრფელად უნდა თქვა, რომ ჩვენს შრომით ბაზარზე ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ამაზე და გავაზიაროთ რაღაცა დამსაქმებლების მხარე და მოვისმინოთ მათი პოზიციაც, რომ როგორმე ესე ვთქვათ, ერთ ხაზზე დავჯდეთ და მოლოდინები სწორად მართოთ. ზოგადად საქართველოში, რასაც მე ვუყურებ და ბოლო წლები, შემიძლია თქვა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ეს პრობლემა, ეს არის კვალიფიკაციის ნაკლებობა ბაზარზე, იმის, რაც ჩვენ კერძო სექტორს გვჭირდება, იქნება ეს რიტეილის მიმართულებით, იქნება ეს ტექის მიმართულებით, განსაკუთრებით რაღაც სხვა ინფრასტრუქტურის და რაღაც სხვა სფეროებში კიდევ, თუმცა მე მაინც უფრო იმ ნაწილზე ვისაუბრებ, რაზეც ახლა ამ პერიოდში ვმუშაობ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ კვალიფიკაცია ის, რაც კერძო კომპანიებს ჭირდებათ, სამწუხაროდ არ მოდის არც უნივერსიტეტებიდან, არც სხვადასხვა სასწავლებლებიდან და ფრილანსერებსაც შესაბამისად ნაკლებად აქვთ გამოცდილება თუ კი სადმე კერძო კორპორატიულ კულტურაში არ უმუშავიათ და ეგ არის ისე ვთქვათ კრიტიკული ამ ეტაპზე, რასაც ვცდილობთ, რომ ვებიწოლოთ სფეროებს, რაც შეეხება, მაინც პირდაპირ რამდენიმე პოზიციას დავასახელებ, რაც კრიტიკულია, რომ რაღაც დიჯიტალი ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ კვალიფიკაციის პრობლემა აქაც
არის და დიჯიტალში ძალიან ბევრი კურსი გაჩნდა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში თვითონ კერძო მენტორშიპს უფრო მოიაზრებს რომელიმე კონკრეტული კერძო ციფრული მარკეტერისგან, ვიდრე რაღაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. აი ტექნიკური ცოდნა დიჯიტალში, ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი დეფიციტია ამ ნაწილზე. IT-ის მიმართულებები თითქოს მეტნაკლებად შეივსო და დაბალანსდა, მაგრამ აქაც ისევ არის, რომ აი მაგალითად რაღაც ვაკანსიას რომ გამოეცხადებ დეველოპერზე შემოვა 100 CV და აქედან 3 არის რეალურად კვალიფიციური და იცის რაც იმ CV-ში უწერია, თუნდაც ჯუნიორს ვეძებდეთ და არა, ისე ვთქვათ, მაღალ ლეველს, ამიტომ აი რაღაც ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. თუმცა მეორე რაც ასევე მინდა აღვნიშნო ჩემი ერთ-ერთი სფეროდან გამომდინარე, რომ რიტეილში და საცალო სექტორში საერთოდ ძალიან გაახალგაზრდავდა ასაკი იმ ადამიანების, ვინც წინა ხაზზე მუშაობენ, რაც შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც როცა ხარ სასტუმროებში, კაფეებში, დამადგილებში და რაღაც სერვისის დონე საკმაოდ სამწუხაროდ დაბალია და გადინება დიდი. ამიტომ რაღაც ეს მიმართულებებია, რასაც მე ამ ეტაპზე აქტიურად ვეხები და ყოველდღიურად ეს ვთქვათ გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მადლობა მარიამ, აი ნოდოს ვკითხოთ, ხო, ნოდო, შენ ძალიან დიდი სამიტი მოაწყე ახლა და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანის დაქირავება დაგჭირდა, რა თქმა უნდა, შენი კომპანიებიდანაც დაიმატებდი, ჩართავდი ამ პროექტში, მაგრამ ანუ რა პრობლემებს წააწყდი მუშაობისას ზოგადად? 2010 წელს ამოყოლებული ამ ყოველთვიურ კომპანიაში თანამშრომლები, ძირითადად HR-ი არასდროს არ მყოლია, ვითავსებდი ხოლმე მაგ თემებს, ეგეც დიდი დანაშაულია ქართულ კომპანიებს, რატოღაც არ გვიყვარს ხოლმე სტარტაპებს მით უმეტეს ჩვენი გვინდა რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ბევრჯერ წავარტყი თავი, რომ გამოცდილი HR-ი არ მყოლია და ჩემი წვეთი რაღაცებს. გონია რომ ადამიანს კადრები ბევრი შემოდის, გონია რომ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მაგალითად არის senior developer-ი. მოდის და სინამდვილეში არაფერი არ არის, ChatGPT-ს იყენებს მაქსიმალურად და მას არ ცდება. თუნდაც Global Tech Weekend-ზე დაახლოებით 100 მეტი ადამიანი ყავდა ჩართული, უმრავლესობა ყველა ფრილანსერები იყვნენ სხვადასხვა მიმართულებით და ანუ ყველაზე დიდი პრობლემას ვაწყდები, რომ ეს რაღაც ბევრს კურსები აქვს გავლილი, ბევრი სადღაც არის და გონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. მოდიან დაელაპარაკები და ხვდები, რომ არა აქვთ. გიხარია თავიდან რა და მე ფიდბექს რო უბრუნებ, იმდენად წინს, რომ ბევრი ადამიანი მაგალითად მეორე დღეს WhatsApp-ში მწერს, რომ წავედი. რა თქმა უნდა, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ამოირჩევა და ძირითადად ახლა ვისაც ვასაქმებთ ხოლმე ფრილანსერებს, ძირითადად ამ ასაკობრივ ჯგუფშია, ჩემ შემთხვევაში 20-დან 30 წლამდე და მაგას ეგ მინდა რომ რაღაცნაირად შეიცვალოს რომ ახალგაზრდობას დიდი მოლოდინებია ხელფასთან მიმართებით და რა უნარები აქვთ მათ შედარებით და ასევე უფროსი რომ რაღაც რჩევებს აძლევს ხშირად ბრაზდებიან ან წყით და მეორე დღეს მიდიან სამსახურიდან. არ ვიცი ეს მე ვეტაკები ხოლმე შეიძლება მაგრამ პრობლემას მაგრამ დავეტაკე კი რა შევეჯახე ამ სიტუაციას. და ხშირად არის რომ ხშირმა AI-ის გამოყენებამ კრიტიკული აზროვნების უნარი ჩაკლარა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვაწყდები ნებისმიერ სფეროში. მაგალითად ძალიან ბევრი დეველოპერი და IT-ის მიმართულების ადამიანი ამყავს ჩემ კომპანიებში. ხამდე თუ რაღაც სტრუქტურებს და რაღაცებს ლოკალურად ალაგებდნენ და მე ხო გამოიყენებ AI-ს რომ რაღაც დაგეხმაროს კოდში. მაგალითად თუ ვიყვანე middle developer-ი, საშუალო დონის დეველოპერი, იმდენად ვეღარ ფიქრობენ, სულ არიან დამოკიდებული AI-ზე რა. და მაგალითად იმეილების წერა ხო? ერთ-ერთ სასაცილო მაგალითს მოვყვები, გვინდა და ჩამოგეყანა ცნობილი კინომსახიობები 70 წელს გადაცილებული. ეგეთ დავალება მივეცი ერთ-ერთ ჩვენ თანამშრომელს. ამომირჩია 100 ადამიანი, 70 წელს გადაცილებული, ანუ ზარნო შვარცენეგერი და ვიღაცები, ვისაც საქართველოში ჩამოვიყვან მომავალ წელს. რომ ერთხელ კიდევ ნახოთ ესეთი მაგარი სინი და სამი ადამიანი უკვე გარდაცვლილი მომიტანეს სიაში. ანუ არც კი გადაამოწმეს ChatGPT-ს კითხეს, დევიდ ბოუი და კიდევ ვიღაცები გავიდნენ და მოკლედ ესეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე და ჩემი არ ვიცი დაკვირვებიდან გამომდინარე ალბათ ძალიან დიდი როლია ჩვენზე, ვინც დამსაქმებელები ვართ, რომ ამ აუდიტორიასთან ვიმუშაოთ. ძალიან ბევრი მაგარი ადამიანიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში. აი Global Tech Weekend-ი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გადაიარა Gen-Z-ზე, ძალიან მაგარი თაობაა. უბრალოდ ჭირდებათ სწორი მენტორინგი და ან ძალიან ფრთხილად მიაწოდა ხოლმე რაღაცეები რა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
ყველაზე დიდ პრობლემას დავასახელებდი, რომ AI პირდაპირ კლავს კრიტიკული აზროვნებას და ეგ არის ჩემთვის ძალიან დიდი ის, რომ ჩვენ თაობას არ გვაქვს ეგ საშიშროება, ჩვენ ისე დავიწყეთ, რომ ჩვენ ამას ვიხმართ რეალურად, ეს არის დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ შენი უფრო ეფექტური გახდე, მაგრამ ის რომ პირდაპირ რაღაცა AI-ს დააწერინა და ადგე დააკოპირო, ხო, მე ანუ ადრე საერთოდ არ ვიყენებდი, მინდა გითხრათ, რომ დეკემბრიდან დავიწყო მისი გამოყენება, რაც უფრო აქტიური მუშაობა დამჭირდა დოკუმენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვწერდი ამ მარკეტინგულ გეგმებს, ბიზნეს განვითარების გეგმებს და ასე შემდეგ. დეკემბრიდან დავიწყე, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მქონდა იმისთვის, რომ მარტო მეკეთებინა. დავამუღამე. ეხლა ძალიან კარგად ვიყენებ, მაგრამ ყოველთვის სჭირდება კორექტირება. რაც არ უნდა ფასიანი ვერსია გქონდეთ, თუნდაც ChatGPT-ის, ხომ? კორექტირება ყოველთვის სჭირდება და ძალიან ბევრი მეილი მიმიღია, ეხლაც ასისტენტის ვაკანსია მქონდა გამოგზავნილი და ამ მეილებში სამოტივაციო ტექსტები რაც იყო, პირდაპირ ხვდებოდი, რომ AI-ის დაგენერირებული იყო. კარგად იციან საკუთარი თავი როგორ გაყიდონ, მე ამას ვიტყოდი, კუდოს მაგაზე ყოველთვის სტაჟს უკრავ ხოლმე, მე ჩემ დროს არ ვიცოდი ჩემი თავი ეგრე როგორ გამეყიდა, მაგრამ ისე მაგრა გვისრულებენ დამსაქმებულებს. არ ვიცი, მაგრები არიან რა. მე მაგას ვაღიარებ მაგნიჩს, ანუ ზოგადად AI ფრილანსის პოზიციებს როგორ ურტყავს და რამდენი რაღაცები იცვლება როგორც დამსაქმების კუთხიდან მე მაგ თემაზე თუ გადავალთ როდესაც მე მოვყვები რა შეცვალა მაგ კუთხით როგორც დამსაქმებელმა ბევრი რაღაცები ბევრი თამაშობელი აღარ ამყავს მაგის გამო მე მოვყვები კარგია თუმცა მე მგონია რომ აი რაღაც ჯენზისთან დაკავშირებით რომ ახსენე რომ კარგადაც გვისრულებენ მეორე მხრივ სამწუხაროდ საქართველოში არჩევანიც არ არის მეტი და გიწევს რომ არჩევანი გააკეთო და ის სტაჟირებების ნაწილზე ვიტყვი რა თქმა უნდა ხარ მემხრობი უფასო სტაჟირებას და ვთვლი რომ რაღაც მინიმალური საბაზისო თანხა უნდა გადავხადო თუნდაც იმისთვის რომ შენამდე მოვიდეს წავიდეს ლანჩი მირთვას ეს ნაწილი რომ დაუფაროს თუმცა მეორე საკითხია დიდი წილი სტაჟირებებზე ვინც მოდის იმდენად ნოლი გამოცდილებით, ნოლი ცოდნით არიან ესე ვთქვათ და არანაირი გამოცდილებით ან წარმოდგენით კორპორატიულ კულტურაზე, რომ ჩვენ კომპანიები ამ სტაჟირებაში ხელფასის გარდა ძალიან დიდი ინვესტიციას ვსდებთ, იმიტომ რომ ეს სტაჟირება ხო არ არის, თუნდაც რაც რაღაც ეტაპზე წლების წინ ჩემი სტუდენტების დროს იყო, რომ ქსეროქსი გადაიღე, ყავაზე ჩადიან, მსგავსი რაღაცები, ხო? ეხლა დიდწილად გიწევს კომპანიას, რომ შენ თვითონვე გაზარდო, შენი თანამშრომელი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი თუ პროფესიული კურსები და ასე შემდეგ არ აძლევს არც მცოდნას, არც გამოცდილებას და ერთი რომ კომპანიები გადავიდნენ ან თავიანთი ტრენინგ ცენტრები შექმნეს, რაც ასევე ძალიან საჭიროა და მე ბევრჯერ გამიცია მითითება და რეკომენდაცია ამ კუთხით განსაკუთრებით ტექში რომ თავადვე გააკეთეთ, რომ შენი საკუთარი კომპანიაც და სხვებიც მოამარაგო საჭირო კანდიდატებით, ან თუ ეგ ნაწილი არ არის, შენი გამოცდილი თანამშრომელი იმდენი ინვესტიციას დებს და ანუ ეს ჩვენი მხრიდან იქეთ ესე ვთქვათ გაცემული უფასო სწავლა, რასაც ნუ მოკლედ თლად უფასოც არ არის ეს მინდოდა რომ რაღაცა მეთქვა და ამეყდიშნა, მაგრამ ალბათ რაღაც მინიმალური რა თქმა უნდა გადავუხადო. კი, ნამდვილად ასეა. რეალურად ახლა მაგაზე მინდოდა ზუსტად გადასვლა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლოდინებზე, როდესაც თანამშრომლობას იწყებენ. როგორც ფრილანსერების ჯგუფში ვართ ჩვენ, როდესაც ხდება ვაკანსიის გამოცხადება, შანსი არ არის, რომ ვაკანსია ისე გაძროს, რომ მე არ გავესაუბრო მის განთავსებელს, რომ ეს ხელფასი არასწორია. თქვენ რა სიტყოდით ამასთან დაკავშირებით? იცი რა არის, რომ გულწრფელად რო გითხრა, საბედნიეროდ მიმუშავია ყოველთვის ისეთ კომპანიებში, სადაც ვცდილობდით, რომ ეგ ნაწილი დაცული ყოფილიყო, მათ შორის ანაზღაურების ნაწილიც და მათ შორის პოზიციების ნაწილიც, მაგრამ ასევე რაღაცა თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ვთვლი, რომ ჩემი როლი ამ ნაწილში საკმაოდ დიდია, როცა ბიზნეს ოუნერს ან მენეჯერს ავუხსნა, რომ როცა მოელის ერთი პოზიციიდან ამდენი ფუნქციის შესრულებას, ვუთხრა, რომ უბრალოდ სხვადასხვა უნარები არის ეს ტექნიკური თუ არატექნიკური ეს სკილები, რაც ამ ადამიანს სჭირდება და შეუძლებელია რომ ერთ ადამიანში ამდენმა როლმა თუნდაც ამ ანაზღაურებაზე თავი მოიყაროს და ვაკანსიის გამოცხადების წინ ბევრჯერ მქონია ნამდვილად დიდი დისკუსია, როცა ჩამოწერენ რომ აი ეს მინდა ვეუბნები რაღაც სამი ადამიანი გვინდა ამ ხელფასში ესე არ გამოვა რომ მაგალითად რაღაცა ესე დავაკორექტიროთ ეს მოვითხოვოთ ამის მეორე რაც პრაქტიკაში მე ვიყენებ ხოლმე როდესაც ხა სულ არ მოდის მენეჯმენტი ხომ მსგავს დათმობებზე ყოველთვის გვიწევს ამის ახსნა რომ
ყველანაირი, ანუ რაღაც პრაქტიკაში მქონია ეგეთი, რაც კარგად მუშაობს, რომ მისთვის გასაუბრებაზე მომიყვანია ყველანაირი მიმართულების ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ყველა ეს უნარი აქვს, მაგრამ ძალიან სენიორია და სხვა ხელფასი მოუთხოვია, შედარებით მიდლი და ჯუნიორი, რომელსაც შეიძლება თქვათ არ კონდეს იმდენი გამოცდილება, მაგრამ სკილები და мотиваცია კონდეს განვითარებისთვის და ამით მიჩვენებია, რომ აი, შენ რო პირობითად რაღაც მარტივად 1000 ლარად გინდა ეს უნარები, იცი რა, ეს უნარები აქვს ამ რეინჯის და გამოცდილების ადამიანს და რაღაცა ესე პრაქტიკულად დავსულვართ ამ ნაწილზე და HR-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ზუსტად მგონია რომ არის ის რომ შრომითი ბაზრის გამოწვევები სწორად დაანახოს მენეჯმენტს და პირიქით შემდეგ გადაიტანოს კომპანიის საჭიროებები შრომით ბაზარზე სწორად და ეს ინფორმაციები რაღაც ამ ინფორმაციების რაღაც გაცვლა გამოცვლაში იყოს და მიეწოდოს ეს ნაწილი. ეს არის მე რითიც ვცდილობ ყოველდღიურად რომ პრაქტიკაში ჩემ ბიზნესაც დავეხმარო და იმ ადამიანებსაც დავეხმარო ვისაც დასაქმება სჭირდება. HR ასოციაცია არსებობს და ნეტა ამას აკეთებენ სხვა HR-ებიც? მე ვფიქრობ, რომ აკეთებენ. ძალიან ბევრს მუშაობთ HR-ები, სამწუხაროდ დაუფასებლად, განსაკუთრებით რაღაც მენეჯმენტის მხრიდანაც და დამსაქმებლობის მხრიდანაც ნაკლებად ჩანს ხოლმე ეს ჩვენი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ესე საჯაროდ და გამოტანილი არ არის, თუმცა ბევრს მუშაობთ ამ ნაწილზე. ბევრია ისეთი, ვინც შეიძლება ვისაც არ აქვს და HR-ებშიც გვაქვს უამრავი პრობლემა, რომ არაკვალიფიციური ადამიანები მოდიან რაღაც. აი, მე მაგალითად ვთვლი, რომ რეკრუტინგი არის ის საქმე, რაც ძალიან გამოცდილმა HR-მა უნდა გააკეთოს და ჯუნიორები რეკრუტინგში არის კრიტიკულად მიუღებელი, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი კარგი კანდიდატი არ ვიცი გამოგრჩეს, ან მქონია ეგეთი გამოცდილება, მეც ვყოლია ჯუნიორები HR-ში, მაგრამ მე თვითონ რომ ყოფილვარ გასაუბრებაზე არაქართველ რაღაც ევროპელ 50-55 წლის გამოცდილ HR-თან, რეკრუტერთან მიგრძნია რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ სფეროში გამოცდილება და ყველგან ვიძახი რომ აი შეიძლება რაღაც ადმინისტრირება, ბენეფიტების სისტემა რაღაცები ანდო ახლებს, payroll და ასე შემდეგ, მაგრამ რეკრუტინგი არის ის, რაც lifetime გამოცდილება არის და მოდის დროსთან ერთად რა, რაღაც იზრდები და უფრო მეც ნახულობ და გამოცდილებას. და ხშირად ზუსტად აი HR-ებზეა დამოკიდებული, ამოიცნონ კონკრეტული ადამიანი. სტარტაპების ნაწილში ხდება ხოლმე, როდესაც იყვან ადამიანს მინიმუმი რესურსები გაქვს და როგორც ბიზნეს ოუნერი გინდა რომ მაქსიმუმი გაწურო. ხშირად ხდება ხოლმე სტარტაპებში და დიდ კორპორაციებში უფრო ნაკლებად, მაგრამ ის მიხარია, რომ თვითონ დასაქმებულებმაც ისწავლეს თავისი უფლებები და ამაზე კიდევ ერთხელ ტაშს დაუკრავ ახალ თაობას, რომლებსაც რომ მოდიან კონკრეტულ საქმეზე და რო ეტყვი, რომ შემდეგი ეს გამიკეთე, გეუბნებიან, რომ არა, ეს ჩემი საქმე არ არის. აი მაგალითად მე ვერასდროს ვერ ვიზახდი ხოლმე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მოდი გავაკეთებ, ამასაც გავაკეთებ, იმასაც გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებდი. ანუ თვითონ დასაქმებულმაც უნდა შეძლოს, რომ თავისი უფლებები იცოდეს და რაღაცებზე უარი თქვას და თუ მოვიდა მაგალითად პროგრამისტად დიზაინი არაკეთოს საიტის, რა, რაც საშინელებაა პირდაპირ ან ხშირად არის, რომ ყავთ social media manager და გონიათ რომ მარკეტინგული სტრატეგიები მთლიანი კომპანიის მან უნდა გააკეთოს. პირდაპირ მე ბიზნეს საუბრობს რა, ბევრჯერ მე პირადად წამირტყია თავი, როდესაც მომწონს ადამიანი ყველაფერს მაგრა აკეთებს, მაგრამ ეხა სწავლობს რა და მე ჩემ ბიზნესს ურტყავს ისევ გრძელვადიან პერიოდში და დამსაქმებელმაც ეს უნდა გაანალიზონ. ასევე ხშირად არის ხოლმე რომ აი ფრილანსერების ნაწილსაც შევეხოთ. მე ზოგადად როგორ ამყავს ხოლმე, ანუ ენერგია და დრაივია ხოლმე ჩემთვის ყველაზე პირველი, თუ იმ ადამიანთან, ანუ ქიმია, რაღაცა ქემისტრი არ გამიჩნდა, რაც არ უნდა მაგარი პროფესიონალი იყოს, ვერ ვიმუშავებ და დავქნა, ანუ არანაირად არ გამომივა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ფრილანსერის რო იყოს, ორი თვე ერთად უნდა ვიმუშაოთ. ასევე არიან დუერები, ანუ საქმის გამკვლელები და უფროსები. ანუ ეს უყოფ ხოლმე რა. მქონია მაგაზეც აი შარშან წავარდყი ძალიან დიდი ფინანსურად ვიზარალე, ძალიან ბევრი სენიორი ავიყვანე და აღმოჩნდა რომ ყველა უფროსები იყვნენ და საქმეს არავინ არ აკეთებდა რა. ანუ ქვედარგოლი რაღაც მეგონა რომ აი ტოპ რაღაცა იმიდან რა ქვია Pixar-ის დიზაინერი ავიყვანე რაღაც და გეიმინგ სტუდია მაქვს ლოს-ანჯელესში და ანუ ყველა ერთმანეთს უყურებდა და ავალებდა და საბოლოო ჯამში ქვედარგოლი აღარ უყავდა მეთქი რაღაც ხო და მოკლედ ეგ ბალანსია ძალიან საჭირო რა და მე კიდევ ეს კომპანიაში რამდენიმე ფრილანსერი თუ ჩართე სხვადასხვა სფეროებიდან მე ამათმა ერთმანეთში როგორ უნდა კომუნიკაცია ან კონკურენცია არ კონდეთ ის რაღაცა ერთი არ მუშაობს მეორე ბრაზდება და მოკლედ ბევრი თემებია მაგრამ საბოლოო ჯამში რაც მიხარია ისაა რომ საქართველოში ეს ერთ ადამიანს ყველაფერი აკეთებინე ნელ-ნელა
უკეთესდებისკენ მიდის. არ ვერ გაქრება, მაინც იქნება რაღაც ნაწილი, მაგრამ ეხა რო ვაბარება 10 წლის წინ რა სიტუაცია იყო და ეხა როგორი სიტუაცია, თვითონ დასაქმებულებმაც ისწავლეს უკვე ბევრი რაღაცები და თავისუფლებები, რაც მიხარია. პოზიტიური ნაწილებიც რო ვთქვა. რამდენად აანალიზეთ არ ვიცი, მაგრამ AI იმდენად შეცვლის, ძალიან მალე ვიხიდავთ single made ბილიონერებს, რომლებსაც ანუ მე ხა სტარტაპს რო ვიწყებ, ამიდან ავტომატიზაციებს ვაკეთებ, ხა ბევრს AI გონია მარტო ChatGPT რა. ხო, ეგრეიცია. ზოგადად მარკეტინგიდან დაწყებული, დეველოპერით დამთავრებული და რავი, ფინანსებით და რაც კიდე, ყველაფერი ერთმანეთს ებმევა, ჯირა თუ გაგიგიათ და რაღაცები, ანუ თლიანად ანუ ერთმანეთს აბავ რამდენიმე მოდელებს, ერთი მაგარი ცოტა ტექნიკური ტიპი გჭირდება, ლოგიკური აზროვნება და რაც თავში გიდევს ვიჟენი, შეგიძლია რომ რამდენიმე დღეში გამოუშვო ბაზარზე რა. ეს იმდენად საშიში და საინტერესო თან რა, იმიტომ რომ მიდლი და ჯუნიორის პოზიციები ქრება რა. და ანუ ტიპი ახალად რო შედის ბაზარზე რა უნდა გააკეთოს, ეგ არის ძალიან საინტერესო და ის უნივერსიტეტების მოდელები, რასაც სწავლობენ, ყველაფერი ამოყირავდება რა. ანუ ამერიკაში უკვე ამოყირავდა, ეხ პირდაპირ ყველა მაგას იყენებს, რავი, ნებისმიერ სტარტაპში აღარ აყავთ თანამშრომლები, Microsoft-ი რომ Microsoft-ია layoff-ი გაუკეთა თანამშრომლებს. ჩვენთან ჯერ არ იგზნობა ჯერჯერობით, რამდენიმე დეველოპერი და ტიპები ცოტა გაჩთულია იყენებენ, მაგრამ ცოტა ხანში ანუ ეგ თემა თლიან ამოყირავდა და ის ფრილანსერებიც, რომლებმაც იციან რომ ერთმა კაცმა ეგ ყველაფერი როგორ დაალაგოს, აი მე ეგეთ კონსულტანტებს დავიქირავთ ხოლმე, რომ აი მოდი ჩემთან და ამაწყობინე რა. და ბევრი ვიცი ახლა ჩემ გარშემო რომ უკვე ეგრე აკეთებს. იცი რა, მე ხა ხო თქვენ ამერიკულ ბაზარზე მიწას მუშაობ და უფრო რაც ტეიქან მარკეტინგის პოზიციებზე მუშაობ ხოლმე და ვაკანსიებში პირდაპირ წერია მოთხოვნა. გაქვს თუ არა გამოცდილება, ხარ თუ არა open AI-ის ნაწილში, თუმცა არიან ჯერ კიდევ რა ბევრი ამერიკაში ისეთი ადამიანები, რომელიც არ განიხილავს, აი პირდაპირ გვაქვს ხოლმე მითითება, რომ აი AI-სთან შეხება არ მინდა, არა ავტომატიზაცია, არა AI და ეს კომპანიის დირექტორებიც არის ცდილობს, რომ ყველას აუხსნას, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია დღეს კარგად დასაქმდა მაგის გარეშე. ნუ ისინიც რაღაც old school ტიპები არიან, საკმაოდ კონსერვატიული ამერიკას რაღაც. აი ადრე რო ეთქონდა ხო ეს Microsoft Excel-ი და Explorer, ანუ CV-ში იყო, ვიცი Internet Explorer-ში მუშაობა და Microsoft Excel-ში რა. კი. ეხა იქნება რომ ვიცი AI-სთან მუშაობა. კი. ძალიან ხო, ოკეი. ბოლოს CV-ში სხვათა შორის კანვასაც წერენ. კანვა საკმაოდ კარგი ტოლია. ძალიან კაი ტოლია. მე აქტიურად ვიყენებ კანვას და ასანაც მიყვარს ძალიან და ჩემთვის წარმოუდგენელია მუშაობდე მარკეტინგში და რომელიმე მსგავს პლატფორმას არ იყენებდე იმისთვის, რომ task management-ი გააკეთო. მით უმეტეს, როცა ფრილანსერი ხარ. განათლებაზე ვსაუბრობდით. მარიამ ახსენა, რომ მიშულს განათლების კონსულტანტები ყავს სკოლაში. საჯარო სკოლაზე არ არის საუბარი, კერძო სკოლაზეა და ეს ერთ-ერთი პრობლემაცაა, რა თქმა უნდა. მე მაგალითად მქონია ჩემ გამოცდილებით არქიტექტურის სტუდენტი ვიყავი, დავასრულე და მე მივხვდი რომ საერთოდ სხვაგან ვიყავი, არ მაინტერესებდა ეს სფერო და გადავედი მარკეტინგში. მანამდე დავიწყე მე გაყიდვებში მუშაობა უკვე და ანუ ფრონტ სერვისის მიმართულებით, რამაც მე ბიძგი მომცა, რომ საერთოდ ამ სფეროს ჩამოვცილებოდი, მაგრამ რეალურად დღეს ესეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. აი მე მაგალითად გუშინ შევხვდი, გუშინ არა, ტექივენზე შევხვდი ჩემ ჯგუფელს, რომელიც იყო ბუღალტერი, მაგისტრატურაზე ერთად ვსწავლობდით და ბუღალტრად მუშაობდა და ფრონტ-ენდ დეველოპმენტი ვისწავლეოდა 2 წელი ამ სფეროში მუშაობა. 6 წელი თავისი ბაკალავრს პლუს მაგისტრატურას სწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს, თურქეთის პოლიტიკას, მუშაობდი პარლამენტში, მათ შორის ევროპარლამენტშიც ვიყავი სტაჟირებაზე. ვაუ. საკმაოდ კარგი კონტაქტები მქონდა მაგ კუთხით იმასაკში, იმიტომ რაღაც მე-4 კურსიდანვე დავიწყე ყველაფერი. და ბრიუსელიდან რომ ჩამოვედი, გადავწყვიტე, რომ საქართველოში მაგ სფეროში მუშაობა აღარ მინდოდა და დავიწყე სერჩი რა უნდა ძებნა, რა უნდა მეკეთებინა და HR-ი რომ ესე არც გამიგია უნივერსიტეტში, რაღაც პოლიტიკას სწავლობდი, მახსოვს რაღაც იქ ევროპარლამენტში მყავდა ხოლმე HR-ი, რომელიც თუნდაც საშუალებით რაღაცებს მიმზადებდა და ესე დავიწყე ამ სფეროში მუშაობა. უცებ კითხავ რა მაგ ნაწილზე ჩაგეკითხები თუ ნინი მომწევს საშუალებას, საინტერესო იქნება შენი მხრიდანაც. ჩემი მხრიდან ბევრს ველაპარაკები, რაღაცნაირად უნივერსიტეტი თუ არ გადაკეთდა, აზრი ეკარგება რა, პირდაპირ ვკითხე რა, მეც მაგალითად 17 წლიდან ჩემი ბიზნესები მაქვს, დავდიოდი რა უნივერსიტეტში, უბრალოდ ჯარში რო არ წავეყვანეთ და რა ვიცი, ეგრე გავატარე. ცხოვრებაში არჩერჩ ჩემი თანამშრომლისთვის დიპლომი არ მომითხოვია. მე თუ მეტეს, რა ვიცი, თუ მოდის ადამიანი ჩემთან და
7 წელი სწავლობს და არსად არ უმუშაويან, პირიქით არ ამყავს ხოლმე ეგეთი ადამიანი. აღარ არის ის რომ მივედი და 10 წელი შევაგდო ერთ კომპანიას კარიერულად დავიწყე, მით უმეტეს ახალთაობა, რასაც უყურებ, აი ყველგან არიან რა. ხო და აი ამ ძალიან საინტერესოა, როგორ ფიქრობ, რომ ეხა ეს ახალი თაობისთვის ეს ტრადიციული მოდელები ფიქრობ, რომ იმუშავებს ისევ თუ, რა ვიცი, აი 18-ის გახდა, 16 წელს ბავშვები ვიცი, რომ თავისი ბიზნესები აქვთ. ზოგი ჩემზე მეც საკეთებს უკვე რა. Roblox-ში აქვს თამაშები გაკეთებული, ამერიკელი პარტნიორები ყავთ და რავი, თავის სახლს იშენებს, 18 წელს ბავშვი ვიცი, ერთი ლისზე რა და ანუ იმას мотивация вообще აღარ აქვს წავიდეს უნივერსიტეტში და ვიღაცას უშუალოდ კოტლერის რაღაც მარკეტინგი მასწავლე, რომელიც გამოვიდა 2000 წელს. აი, რას ფიქრობ აი ეს ახალი თაობისთვის ეს როგორ შეიცვლება? ეს განათლების მიღების თემა და თუნდაც დასაქმების ნაწილები. უფრო ამერიკულ ნაწილში ისევ რელევანტური და საჭირო იქნება, მაგრამ ალბათ პროფესიასაც გააჩნია. სად მიდიხარ, რა მიმართულებით მიდიხარ, რა უნარები გჭირდება და ასე შემდეგ. აი დღეს მაგალითად მე რომ კანდიდატს ვარჩევ გასაუბრებაზე, არანაირ ინფორმაციას არ მაძლევს მისი განათლება, რა უწერია მას უნივერსიტეტში. არაფერს არ ნიშნავს ეგ ჩემთვის. არც ვაკნინებ, ან არც რაღაც პრიორიტეტს არ ვაძლევ მაგით. თუ ვეძებ რაღაცა data analytics და კომარავი აქვს background-ად პლუსი არის მაგრამ ვიღაცას თუ კომარავი არ უწერია და data analytics-ის გამოცდილება აქვს, გვერდზე სივს არ გადავდებ რა. აი ძალიან საინტერესოა ხო რა, მეც ხა რა სივებს რა უყურებ. ან განათლების ნაწილს ვახტები ხოლმე, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი უწერია, რა უწერია, როგორ უწერია, ის ადამიანი რომ მოვა და თუ მომეწონა, ცოტა სხვა, ანუ ხო რა, ეგ ნაწილი ძალიან შეიცვალა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ განსაკუთრებით ამერიკაში აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ იქ უნივერსიტეტი, მაგალითად ხე MBA პირობითად ამერიკაში შენ არ გაძლევს ცოდნას გამოთვალო რაღაც იცოდე cash flow-ან რაღაცა cost and benefit-ი დათვალო. გაძლევს networks, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სჭირდებათ და გაძლევს presence, რაც საქართველოს საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ისწავლება საქართველოში ან სამსახურებში ვასწავლით რომ მოდიან, ან რაღაც ესე სხვადასხვა გამოცდილებებით იღებენ ამ ცოდნას. და ეს საქართველოში სულ დააკვირდები არის ხა უნივერსიტეტის სახელებს არ დავასახელებ რეკლამაში რო ჩაგვეთვალოს, მაგრამ აი ჩემი თაობა, შენი თაობაც ხო რაღაც რა უნივერსიტეტებში ცოტა ესეთებში სწავლობდით, ანუ ყველა ტოპოს, აი ნეტვორკი მე მაგდროს მაგრა ვიყენებ რა. მე ხა ბიზნესი რო დავიწყე, ჩემი სამეგობრო აღმოჩნდა ყველა ტოპ პოზიციაზე გარშემო ყველა კომპანიაში. მე ამ პარტნიორის მოდი აბა ვიპარტნიოროთ რაღაც ძალიან მარტივია. ამერიკაში ეგრეა ხო რაღაც ჰარვარდი დაამთავრე და შენი ნეტვორკიდან ყველა ტოპ პოზიციებზე ყველა კურსი მაგნიზნით მაქვს გავლილი რაც გავიარე ბოლო წლებში. ანუ მართლა რეალურად არა მარტო განათლების მხრივ, ხო მარკეტინგის მენეჯმენტის ახლიდან სწავლა რაში მჭირდებოდა ხო, მაგრამ სულხანთან მინდოდა მესწავლა და გამეცნო ელემენტარული მისი მიდგომები მენახა როგორ მუშაობს და სხვა ადამიანები გამეცნო. ძალიან ხშირად ყავს ხოლმე პერსონალ ასისტენტები, ადამიანები, რომელსაც მაგალითად ვუხდი, რა ვიცი, 1000-დან 2000 ლარამდე, რომელიც თლიან ჩემ ყველაფერს ალაგებს, კალენდარს, შეხედავს მინიშნავს. მე ვეძებ ახლა და ცოტა გამიჭირდა მაგის არჩევა. ახლა უკვე დავიწყე AI-ის აგენტების გამოყენება რა. ანუ იმიტომ რომ ვიცი ტექნოლოგიები, აღარ მებურღება ტვინი ამ ჩემი პერსონალ ასისტენტის ემოციებზე, ბონუსი მივცე თუ არ მივცე, რა გავაკეთო, 24/7-ზე მუშაობს ჩემზე. მით უმეტეს ახლა ტელეფონში უკვე iPhone-ებზე ადგილობრივად ხდება ტრენინგი, აღარ გიწევს ინტერნეტთან კავშირი, თუნდაც ახალ მოდელებზე და ეგ ერთ-ერთი პროფესიაა, პერსონალ ასისტენტი. მორჩა რა გაქრა თუ ხმაც როგორიც გინდა ისეთი ექნება და თუ გინდა დაგელაპარაკება, თუ გინდა მე გამოსახულებითაც დაგელაპარაკება ვირტუალში რამე სათვალე რომ რომელს იყენებ მაინც რო ვთქვათ. ხო, ანუ მე რამდენიმე solutions ტესტავ რა, მოკლედ cloud-ს აქვს რამდენიმე solution-ი და ჩემ developers, ჩემ CTO-ს ვიხმარ ხოლმე რომ გადაბმები გამიკეთოს, ასევე არის ხშირად რომ ანუ ლოკალურად ვაკეთებთ ხოლმე მოდელების ტრენინგს, ეგ უსაფრთხოებაა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამასაც ბევრი ვერა ანალიზებს, მაგალითად კომპანიაში ამყავს თანამშრომელი და შეიძლება ChatGPT-ს მიაწოდოს მთელი ჩემი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სავსებით აკრძალული მაქვს, ხდება ხოლმე ეს მოდელების ლოკალურად დატრენინგება, აი ბანკების და დიდი კომპანიებიც ვინც იყენებს ზოგადად machine learning-ს და AI მოდელებს, ლოკალურად ხდება ხოლმე, ანუ ყველა არ ვიცი ფერმა იცის თუ არა, მაგრამ ან cloud-იც ნებისმიერი ეს ცნობილი ისინი რაც არის ChatGPT-ს, შეგიძლია ადგილობრივად დააყენო შენ კომპიუტერზე მოდელები და იქ ატრენინგო, იმიტომ რომ შენ email-ზე უნდა მისცე access-ი რაღაცებზე, აძლევ ბევრ რაღაცებზე access და ეგ იქნება მეორე დიდი მოთხოვნა დიდი პროფესია cyber security, იმიტომ რომ ხო რა ეს ორი თემაა, რასაც ძალიან აქტიურად ვაკვირდები და ყველა ახალგაზრდას ურჩევ რომ ამ ორ სფეროში უნდა გაერკვიო. თუ არ გაერკვევი,
ან მართლა შეიძლება construction-ზე იმუშაო, ან რაღაც. Sky High-ს ქონდა მე მგონი რაღაც მახსოვს რამდენიმეჯერ შემხვდა ეს ტრენინგები კიბერუსაფრთხოების ზუსტად. Sky High-ს აქვს თავისი სასწავლო პროგრამა Accelera, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. პირველ რიგში ეს თავიანთი თავისთვის რომ შეივსონ დანაკრისი. მე მაინტერესებდა იქ მე თავიანთი თავისთვის ბაზრისთვისაც მე თქმა უნდა უშვებენ ძალიან. არა, ძალიან საინტერესო მიმართულება. და cyber security-ც მათი ერთ-ერთი თვითონ მათი როგორც კომპანიის ძლიერი მხარეა და შესაბამისად ამის გადატანა და ტრენინგებიც კარგად. კი, საქართველოში ყავს რამდენიმე სპეციალისტი LinkedIn-ზე მიურთიერთია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან საჭიროა ცნობიერება ბიზნესებს ამ მიმართულებით ძალიან ნაკლები აქვს და ამ ადამიანებს უჭირდათ დასაქმება. ბოლო კითხვას დავსვამ. ანუ წინააღმდეგობებზე ვისაუბროთ, როდის უნდა წახვიდე სამსახურიდან, როცა არა მარტო ფრილანსერი ან ნებისმიერი ადამიანი, როდის უნდა დარჩე. აუ მარიამ, უცებ მაკითხოს და შენი აზრი ძალიან მაინტერესებს ეს შეშვებაზე ორივე მხრიდან რომ გითხრა, ანუ ვეთმატეს თანამშრომელი რომ უცებ წერს რომ აი წავედი WhatsApp-ში, ნებისმიერ კომუნიკაციაში, უნდა დააბრუნო თუ არ დააბრუნო და ორივე მხრიდან რომ შეგვიფასო რა, ძალიან მაინტერესებს შენი მხრიდანაც რომ მოვისმინოთ. მათ ჯერ დამსაქმებლობის მხრიდან დავიწყებ ამ ნაწილს, რომ და ერთ კომენტარს გავაკეთებ მათ შორის ფრილანსზე და ჯენსზეც კორპორატიულ კულტურაში თუ ფრილანსზე მუშაობის ნაწილში. დისციპლინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს. თუ გონიათ ხა ადამიანებს, რომ კორპორატიული კულტურიდან ფრილანსზე გადავლენ და იქ დისციპლინის გარეშე წარმატებას მიაღწევენ, წარმოუდგენელია. ორივე ნაწილში ეს ყველაფერი საჭირო და ზუსტად ამ გამოწვევას ვაწყდები ხოლმე, რომ ეხა მე წავალ რაღაც არ ვიმუშავებ 10-დან 7-მდე და როცა მინდა მაშინ ვიმუშავებ. უბრალოდ ის შედეგებს ვერ მოიტანს, ან ისეთი შემოსავალი ან წარმატება არ გექნება, როცა გინდა მაშინ იმუშავებ პრინციპზე, როცა გადადი. ან გონიათ, რომ მაინც და მაინც როდესაც დისტანციურად იმუშავებ, ყველა კომპანიაზე ერთდროულად იმუშავებ და ეს და მანდაც როცა გინდა მაშინ იმუშავებ. სამწუხაროდ არ გამოდის ეგ ნაწილი. აი რაც შეეხება ურთიერთობის გაწყვეტას, როდესაც ეს ხდება კომპანიის მხრიდან, ძალიან რთულია ოქროს შუალედი და რაღაც გონივრული ვადა დაიჭირო ამ ნაწილის, მაგრამ საჭიროა რაღაც ეტაპზე რომ კომპანიამაც ცდა შეწყვიტოს თანამშრომელთან, როცა არ გამოდის და მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩემ პრაქტიკაში და რაღაც საქართველოში ბევრი ყოფილა ესეთ შემთხვევები, როცა ცდაც კი არ უნდათ, თავის შეწუხებაც კი არ უნდათ მენეჯერებს იმისთვის, რომ რაღაცა თანამშრომლებს ასწავლონ, განავითარონ, ფიდბექი დაუბრუნონ. როგორც ფიდბექის მიღება არის ჩვენთან პრობლემა, სწორი უკავშირის მიცემაც დიდი პრობლემაა და სულ გვაქვს ხოლმე HR-ებს ამაზე მითითებები და კომუნიკაციები. მე სულ ამას ვამბობ და ვთვლი, რომ აი რაღაც პირველივე ფიდბექისთანავე თანამშრომელიც არ უნდა გარბოდეს სამსახურიდან და მენეჯერსაც არ უნდა ქონდეს იმის სურვილი, რომ თანამშრომელი გაუშვოს და სულ ეკითხო, როცა მეუბნებიან, რომ არ წოს თანამშრომელი უნდა გავუშვათ. ჩემი პირველი კითხვა არის, რომ რა გააკეთე იმისთვის, რომ შეგეცვალა? რას აკეთებ? რა არის შენი ნაბიჯები? მივყვებით ამ ყველაფერს, კიდე სცადე ერთხელ, ორჯერ, მე უკვე მეც გეუბნები, რომ ანუ დრო არის, რომ დავასრულოთ ურთიერთობა, მაგრამ ეხა ერთი დავალება მივეცი არ გააკეთა და კარგად იყავი. ანუ არასწორი, მიზეზი ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ რატო აქვს შინაგანი პროტესტი, რომ შენ დავალებას არ ასრულებს. ან შეიძლება საკმარისად კომპეტენტურად არ გთვლის, რომ ისი უფროსი იყო და ხშირი იყო ეს. სწორად ვერ აძლევ დავალებას. ან სწორად ვერ აძლევ. ხო, ან შეიძლება რაღაც პირადი პრობლემები აქვს და თუ კაი მენეჯერი ხარ, კარგი ლიდერი, კარგი ხელმძღვანელი, ამის იდენტიფიცირება უნდა შეძლო. და ხო, ანუ ნოდო, მოდი ამაზე შენს გაგვეცი, შენს გითხარი 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მსგავსი პრობლემა ეხლა რადგან კითხე, ქონდა შენ თანამშრომლებს მხრიდან, რომ მივდივარ სამსახურიდან. ანუ რატო შეიძლება გაბრაზებულიყო ასე? გაბრაზებული ბევრი წასულა, ბევრი მოსულა, ძალიან ბევრი ლოიალურად ყოფილა ჩემთან ერთად. ხა მაყურებლებს ვეტყვი, რომ სხვაგან არასდროს არ მიმუშავია, სულ ჩემი კომპანიები მყავს, ანუ გამოდის, რომ სადღაც 16 წელია სულ ასაქმებ ადამიანებს და ბევრს გავულია ჩემ ხელში. კომპანიებიც ჩამოთვალე, სადაც რა კომპანიები გაკეთებია, მოდი რომ იცოდნენ ზოგადად რას ტექნოლოგიური კომპანიები ძირითადად ელექტრონული მუსიკის ფესტივალებსაც ვაკეთებდი, ტექ კონფერენციებსაც, Wi-Fi advertising-ი, ბილეთების გაყიდვების პლატფორმა, Roblox-ში თამაშების კომპანია და მოკლედ ბევრი რაღაცები მაქვს ბევრ სფეროებში და ხშირად არის ხოლმე ძალიან რთული რა, ანუ ძალიან გიყვარდება ის ადამიანი. ხო. ერთად ატარებ ძალიან ბევრ დროს, ძალიან ბევრი რესურსი გაქვს ჩადებული ამ მენტორებს, ზრდი და მე ვეღარ უშვებ რა, მე არსებობს ინფლუენსები, როგორ შეგიძლიათ თანამშრომელი მოაბრუნო. და
მე ხომ ჩვენ თავს უსწრებს სწორი გავაკეთე რომ ეს ადამიანი მოვაბრუნე თუ არ მოვაბრუნე. ანუ ხშირად გამიკეთებია ვაღიარებ, ანუ 3-4 ჯერაც მომიბრუნებია ერთ და იგივე ადამიანი. და მე რო ხვდები რომ ანუ როდის უნდა გაუშვა რა. ანუ პირველადსაზე არასდროს არ გამიშვია არასდროს და ხშირად რა პრობლემასაც ეხავ ეტაკები უკვე ბოლო წლები ახალ არის რომ მოლოდინებში ვწდებით ხოლმე რა. თავიდან overhype, ანუ ძალიან დაჰაიპებულები იწყებთ. მე თვითონ მაგალითად დავიყვანე 22 წლის fresh, ანუ 20 წლის ადამიანი. გაგიჟებულია ყველაფერი დაინახა მოწონს და მე უცებ მოლოდინებში ვწდებით, ის არის ძახის, მე შეიძლება რომ მქონდეს რომ არ ველაპარაკო და ამ დროს მე უცებ WhatsApp-ში მოდის მესეჯი რომ ხვალ ახარ მოვდივარ. ამიტომ შუა საქმეში რა, ეგ ჩემთვის აი ძალიან გაუგებარია, ჯერ ადამიანმა შუა საქმეში როგორ არ უნდა მოხვიდე და მე აი მაგ დროს ერთ ჩანს ვაძლევ ხოლმე მეორე შანსს, მაგრამ თუ ადამიანმა იგივე გაიმეორა, მე უკვე ხვდები რომ ველაპარაკები რომ აი ჩვენი გზები უნდა გაიყოს, ძალიან მეგობრები ვართ. იმის ვარ მოხარული რომ არც ერთი ადამიანი დამსაქმებელმა აი ჩხუბით და იმით არ გაგვიშვია რა, ყველას აქვს თავის მიზეზი, ყველას ვეტყვი ანუ დასაქმებელსაც და დამსაქმებელსაც რაც არ უნდა ერთმანეთზე გაბრაზებულები ვიყოთ, თუ არ ვილაპარაკეთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი წარმოდგენა რა. ანუ იმას გონია რომ ის არის თავიდან ბოლომდე მართალი, უნდა შეხვიდე იმ ადამიანის მდგომარეობაში და იმის გადმოსახედიდან წარმოვიდგინო. შენც მართალი ხარ, მაგრამ მეც მართალი ვარ. და მე გადმოსახედიდან წარმოვიდგინო და მე თან ხვდებით, ან ჩვენი გზები იყოფა და მოდი ჩამოვართოთ ხელი და ვიმეგობროთ, ან ოკეი, გავიარეთ, ერთი რაღაც შეგეშალა და გადავედით შემდეგ ნაბიჯზე და ხშირად ეგ გვიჭირს ხოლმე ძალიან საქართველოშიც და ბევრგანაც რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. პატარა ქვეყანა ვართ თან შევხვდებით სადღაცას უეჭველი ერთმანეთს და თავი ესე რა უნდა გქონდეს. ნებისმიერ სფეროში აი კარგ გავიხურო, გავედი და არ დავილაპარაკე, წავედი და ღმერთმა წლის თავში რას ფიქრობს. ანუ მარტო დასაქმებულში არა რა. ყოველთვის ან ჩემი აი ბოლო რჩევა იქნება რომ ელაპარაკე ყველას, შენ მტერსაც, შენ უფროსსაც, მოგწონს, არ მოგწონს, სხვანაირად ვერ შენი მეგობრისგან ჭორის კუთხით გაიგების, რაც ფიქრობ ვერც ვიღაცამ ჩაგიჩურჩულა, თუ პირდაპირ ამ ადამიანს არ ელაპარაკე რა. და ეგ არის ბოლო ფრილანსერებზეც ელაპარაკე და მოლოდინები. და ხშირად არ უყვართ ხოლმე არც ხელფასზე და ფინანსებზე ელაპარაკი. აი ხშირად ქონია რომ მოდიან დავიწყებთ მუშაობას და აი მიტყდება არ მინდა მე ველაპარაკი და იმას ვაფშე სხვა მოლოდინები აქვს ხელფასზე, მე სხვა მოლოდინები და მე ამაში მოგდის ხოლმე კონფლიქტი. ამიტომ მე რაც ვისწავლე როგორც დამსაქმებელმა დასაწყისშივე, პირველ იმაშივე ფინანსურ ნაწილებსაც ძალიან განვიხილავთ, რომ მოლოდინები ერთმანეთის გავასწოროთ. აი ჩემი ბონუსი ეს მინდა იყოს თუ კარგად გავასწორი ანას. და ეხლა ყავს კომპანიაში HR-ი. ეხლა კომპანიაში. იმიტომ რომ აქცენტი. კომპანიაში HR ისევ არ მყავს, მაგრამ არ ვიცი, გონი მე გადავკეთდი HR-ად, იმიტომ რომ ძირითადად day-to-day operation-ებს აღარ ვაკეთებ და ანუ იმ ხელა network-ი მყავს, რომ ვაკანსიებსაც აღარ ვდებ ხოლმე რა, მარტივად გაიკითხავ, გამოიკითხავ. ხო არ ვიცი, ეგ თემა მუშაობდა ჩემ შემთხვევაში ყოველთვის network-ი რო გეზრდება, მე უკვე ძალიან მარტივია, უცებ უნივერსიტეტს დაურეკავ და კარგი სტუდენტები გამომიგზავნე და გიგზავნიან. საჭირო ადამიანის პოვნა, მაგრამ აქ არის მე ერთი მხარე, რაზეც მე სამომავლოდ აუცილებლად გვეგმობთ, რომ ვიმუშაოთ, ეს არის რომ ფსიქოანალიზი დასაქმებულის შენ კომპანიასთან, ვიჟონთან მიმართებაში რამდენად მნიშვნელოვანია. ერთ ნაწილს დავამატებ, რომ განსაკუთრებით სტარტაპებში ბიზნეს ოუნერმა ყველაზე კარგად იცის ეგ ნაწილი, ამიტომაც არის რომ მე არ ვთვლი რომ სტარტაპებს ან პატარა კომპანიებს HR-ი სჭირდება და ზოგადად რეკომენდაციაც არ არის ხოლმე 50 ადამიანამდე HR-ი 100 და მე რაღაც ეგრე არის ხოლმე. აი იმდენად კარგად იციან ეს ნაწილი რომ არ არის იქ დამატებითი როლის შემოტანა საჭირო თუ კი არ გრძნობენ რომ აი რაღაცა სჭირდებათ და სხვა საკითხებზე არ არიან გადართული. ხა რაც ცნოდა მახსენა რომ იმდენად ჩავხსენი ეს day to day ოპერაციები, ან მე ვცვლი როცა კარგი მენეჯერი ხარ პატარა გუნდში, შენ უნარებით ხარ მენეჯერი, შენი soft skill-ებით, იქ support-ი არ გჭირდება, მაგრამ თუ გიწევს ბევრი ტექნიკური რაღაცების შესრულება, კომუნიკაცია, მე დრო აღარ გრჩება ამ ნაწილში, HR-ი ყოველთვის არის support-ი და ნაწილის მართვა, ან თვითონ რაღაცების მარტივად შეხსენება, კომუნიკაცია, მოგვარება, ესე დროს უკვე საჭიროა. ხო, ფსიქოლოგის ყოფნა თვითონ დიდ კომპანიაში, მაგასაც ძალიან ვეთანხმები. დიდ კორპორაციებში ძალიან დიდი, ანუ მithumetes ახლა ამერიკაში იმხელა სტრესი და ჰასლინგია, რომ დიდ კორპორაციაში თუ არ გიძებს ფსიქოლოგი, შეიძლება მთელი კომპანია აგიყირავდეს რა. კი.
ჩვენთანაც სტრესი. ჩვენთანაც არის. სტრესი ვარ. მთელი ცხოვრება. ჩვენთან არის ეგეთი პრაქტიკა, ფსიქოლოგები რო კურსებს ატარებენ ხოლმე, როგორც პერიოდულად აქვს ხოლმე რაღაც რამდენიმე კომპანიას, რაც ვიცი. რამდენიმეც ვიცი, თუმცა ძირითადად HR-ები ვითავსებთ ხოლმე. HR-ები ვითავსებენ მაგნატებს. მე ვამბობ ხოლმე, მე ფსიქოლოგია, მე მოსმენა შემიძლია, მაგრამ მე ფსიქოლოგია. მოგესალმ. ხო. თუმცა თუ მოლოდინებს დავაბალანსებთ, ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ სწორად და როგორ ვიმუშავებთ კომპანიებში სწორად და ბიზნესებსაც ვასწავლეთ როგორ მოგვექცნენ სწორად, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პრობლემები უბრალოდ ნელ-ნელა შედარებით შემცირდება. ვერ ვიტყვი რომ გაქრება, მაგრამ შედარებით შემცირდება. ეს იყო ჩვენი, მოკლედ, პირველი რუბრიკა, სატესტო გადაცემა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც ვისაუბრეთ, რაღაც ნაწილში გამოგადგებათ. თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, ყოველთვის იცით, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომმართოთ, მომწეროთ და აკომენტაროთ ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც ეს ვიდეო განთავსდება და იმედი მაქვს, რომ იქნებით ჩვენი მაყურებელი და შევხვდებით სხვადასხვა საინტერესო თემებით შემდეგ გადაცემაში. ფრილანსერებო, თუ გინდათ გაიგოთ სიახლეები დასაქმების ბაზარზე, თანამედროვე პროფესიებზე და შეხვდეთ სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს, ასევე უფასოდ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი ვიდეო გაკვეთილების საშუალებით, აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი და მხარი დაგუჭირეთ, რომ განვითარდეს ფრილანსინგი საქართველოში.